გამოცდებს რო ვაბარებდი, მეოთხარი არ მოხვიდე. ინსტიტუტში რო დაგინახო იქ გამოცდებზე მშობლები ხო მოდიოდნენ მაშინ, ეხლაც ალბათ ვინც მაშვებია, ეხლა ნერვიულ ბებია, ბაბუა, ბიძა, ნათესავი და თელისანათესო. შემაშვილმა რა ქნა, გამოსვლას რა გითხე და ჯესაი. მე უთხარი არ დაგინახო რომ მოხვიდე, იქ რო დაგინახო მე აღარ შევალ გამოცდაზე მეთქი და ერთხელ მახსოვს, არ დამავიწყდება, მამა სულ ისეთი კლასიკურად დადიოდა ხოლმე. აი სუ პიჯაკი და შარვალი ეცვა ესეთი იმით დადიოდა და მახსოვს ესეთი სერი, ღია სერის ესეთი პიჯაკი და მოვდივარ, გამოვედი გამოცდიდან და მოვდივარ ოპერისკენ. აღარ მარტო ვიყავი თუ ჩემი და მოდიოდა ხოლმე ერთადერთი რომ ჩემი და მოდიოდა და მოვდივარ და ოპერასთან დიდი ჭადარი ეხლაც დგას. და გავიხედეთ იმ ჭადრის უკან დგას ესე იმალება. ნახელა კაცი. ხოდა ძალიან ნერვიულობდა რომ ვაბარებდი და მე რო ჩავაბარე ისე მოხდა რომ ერთი სემესტრი და მე ესე მითხრა რომ ეხლა გძნობდა რომ მე არ დამავიწყდება კიდე ის ამბავი რომ იმიტომ არა რომ მართლა ისეთი განსაკუთრებული კაცი იყო. იმიტომ არა რომ მამა ჩემი იყო, აი სულ ვეძებ ეგეთ ხალხს და არ არიან. მე მახსოვს რომ მივედი ინსტიტუტში, როცა მამას გარდაცვალების შემდეგ რომ დავბრუნდი, ერთი კვირა ალბათ არ დავდიოდი თუ 10 დღე თუ როგორც იყო, შევედი და ბატონი გიგას ჯგუფში ვიყავი ლორთქი ფანიძის და იმას რა ვიცი ხშირად ვყვები ხოლმე და შემოვიდა პირველი ლექცია აი მამას სიკვდილის შემდეგ და შემოვიდა და ესე აკეთებდა ხოლმე ხელს ესე რომ გააკეთებდა ესე უნდა დამსხდარიყავით წინ ესე მრგვალად და ესე გააკეთა და დავსხედით და ნუ მე რაღაცა უფრო მორიდებული ვარ ეხა პირველად მოვედი რაღაცა ტრაურში ვარ და ცოტა ესე გვერდზე დავჯექი წინ ესე არ დავიტარვარ გვერდზე დავჯექი და ჩაახველა და დაიწყო რომ მე ხა მოგიყვებითო თქვენს მეგობარს როგორი მამა ყავდა და მთელი ლექცია ყვებოდა მამას ისტორიებს ტიროდა და მე აქეთ გვერდზე ვიჯექი და ვტიროდი აი ეს არ დამავიწყდება არასდროს ჟესტია